2016 წლის ზამთრის ღია ეროვნული ჩემპიონატი მძლეოსნობის სასახლეში. შეჯიბრი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 3 ეროვნული რეკორდი დაფიქსირდა. სიგრძეზე ხტომაში გამარჯვებული გახდა ბაჩანა ხორავა. ჭოკით ხტომაში კი დავით ხარაზიშვილი და საბა სოსელია. საბა ფიზიკურად ძალიან ძლიერი ბიჭია, წელიწად ნახევარი ვარჯიშობს და აი ეს ფესტივალი ჩადოდა თბილისში 2015 მე-7 იყო. ეხლა ისეთია შეჯიბრი იყო ევროპის პირველი ჩემპიონატი ტარდება თბილისში, ჯერ არ ჩატარებულა ევროპაში და საბა მიიღებს მონაწილეობას 10 სახეში, 10 ჭიდია ასეთი და მე მგონი უნდა იბრძოლოს სამეულს მედლისთვის. წყინვალე თიხტუნა და წყინვალე გამარჯვება ქონდა და ყველა მოგვილოცა რომ ასეთი პერსპექტიული ბიჭი იზრდება და 1-2-3 წელიწადში ალბათ 5 მეტრას მეც იხტუნებს. ჩემპიონატზე აფხაზეთიდან 2 დევნილი სპორტსმენიც მონაწილეობდა. სალომე ინჯგია და რეკორდსმენი საბა სოსელია. სალომეც საბას მსგავსად ჭოკით ხტომაში ვარჯიშობს და პირველი ადგილის დაკავებად შეძლო. დღეს მეორე დღე იყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის, საკმაოდ კაი შედეგები დაიდო, როგორც მოგეხსენებათ, ერთი ოლიმპიური ლიცენზიაც შესრულდა სიგრძეზე ხტომაში. მონაწილეობას ღებულობდნენ თბილისში დაბადებული, მაგრამ აფხაზეთიდან წარმოშობით ბავშვები. ძალიან საკმაოდ სერიოზული შედეგები გააკეთეს მაგათმაც. საბა სოსელიამ საქართველოს რეკორდი დაამყარა. სალომე ინჯგიამ მოიგო შეჯიბრი და ყავს საკმაოდ ბევრი პერსპექტიული სპორტსმენი. სალომე ჯერ პატარაა ძალიან, 13 წლის არის, ძალიან დიდი მომავალი აქვს. წელიწად ნახევარი ვარჯიშობს და ჭოკი ისეთი ძნელი სახეა, ტექნიკური სახეა, რომ ერთი 4-5 წელი მაინც უნდა რომ შედეგების გაკეთება დაიწყო. სალომეს ვამზადებთ 2017 წლის ფესტივალის, აი თბილისში ჩატარდა ფესტივალი 2015 წელს, ეს ტარდება რუმინეთში და იმისთვის ვამზადებთ სალომეს და მე მგონი გვაქვს გეგმაში 4 მეტრა გადახდეს და ალბათ მედალი ჩამოიტანს აუცილებლად და ასახელებს ალბათ თავის ქვეყანას და თავის კუთხეს. ძალიან დიდი ემოციებია, რა თქმა უნდა, შევისწრები უფრო კარგი შედეგი გავაკეთე შემდეგ შეჯიბრისთვის და მომავალში ნახოთ რა იქნება. ჩემი პირველი გამარჯვება არ არის და უფრო მაგარი სტიმული მაძლევს ეს შეჯიბრი. ჩემი დიდი მიზანი გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი. ძალიან მიხარია პირველ ადგილზე რომ გავედი. სამომავლოდ გეგმაში მაქვს რომ უფრო მეტი და მეტი შევძლო, რომ ვასახელო ჩემი მწვრთნელები, ჩემი ოჯახი და ჩემი სამშობლო. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება, როდესაც გადავხვდები 5 და 10. ელენა ისიბაევას რეკორდი რომ მოხსნა. ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის 2016 წლის ზამთრის ეროვნული ჩემპიონატი წარმატებული აღმოჩნდა.